შეეხება ახლა მარი მოდი მაინც რადგან ელექტრო დამთავრე ხო? რადგან ელექტრომობილებზეა საუბარი, მოდი ორი ელექტრომობილი მე და შენ ერთად გავაცნოთ. თითო ერთ წუთში უნდა ჩავეტიოთ. მე მინდა მოიწიეთ, მე მინდა მთელ საქართველოს მოსახლეობას უთხრა, რომ შვილებს ასწავლეთ ბიზნესი. ბიზნესზე უკეთესი არაფერი არ არის. ქალბატონო მარი, უყურეთ აგერ აწერია, გაყიდვების სუპერ ვარსკვლავი. აი ეს წიგნი, რო ახალგაზრდამ შეისწავლოს თავიდან ბოლომდე და ჩემნაირ კომპანიაში მივიდეს და პრაქტიკა გაიაროს, მას არ ჭირდება სხვა სახელმწიფო სამსახური. თვითონ ის ბიზნეს გააკეთებს და როცა ბიზნეს აკეთებ, უფროსი არასდროს არ ყავს. მე ყველას ურჩევ, რომ ახალგაზრდებმა მიმართულება დაჩქარებული წესით აიღონ ბიზნესისკენ. თქვენ რომ მოგვიტანეთ ეს წიგნები თანამშრომლებს დაგვირიგეთ და მოგვიწოდეთ იმის გარო უფრო განვითარდეთ, ესეც ხალხმა უნდა იცოდეს. მე ყველას მოუწოდებ, ყველა ახალგაზრდას ვჩუქნი, ხო ხედავ ამ წიგნებს. მე დიდი რაოდენობით ვყიდულობ ამ წიგნებს და ამას ვჩუქნი ახალგაზრდებს, იმიტომ რომ აი ეს უნდა ისწავლოს ახალგაზრდებმა და ბიზნესისკენ მიდრეკლება უკეთესია, ვიდრე ძალოვან სტრუქტურებში ან სხვადასხვა არა, ისიც საჭიროა, მაგრამ ბიზნესი. მოდი, აი ეს რა ავტომობილია. აი შეხედეთ. 25 წლის მოდელი. თქვენ წარმოიდგინეთ. აი ნახეთ, აქ ნახეთ რა წერია. აი 25 წლის მოდელი. თქვენ წარმოიდგინეთ, აი შეხედეთ რა ავტომობილია. ამას რო არა, ისეთი არაფერი არ არის, ხომ არის? მომავლის მანქანა. დაბრძანდით? ვეძახი მე პირადად ამას. აი შეხედეთ. შეიძლება დაიკარგოს. აი შეხედეთ რა ავტომობილია. აი ეს არის ის ავტომობილი, პირდაპირ ქუჩაში დააყენებ, შენ წახვალ სამსახურში აირბენ და ავტომობილი თავისით დადგება პარკინგზე, ხო? მიდი აბა და მაჩვენე სხვა რომელი ავტომობილია. ეს BYD ძალიან მაგარი ავტომობილია და ფასიც რა აქვს. ეს ევროპაში 120,000 ევრო ღირს, ევრო. და საქართველოში აი მოდით გიო აჩვენეთ, შეხედეთ, აი რა ავტომობილია. აი მთლიანად ჭერი, რას ეძახით, პანორამა, ხო? აი შეხედეთ, მარი. უყურეთ, აი შეხედე. 25 წლის მოდელი. 6, 7, 8, 10 კამერა აქვს, არ ვიცი, აი. და